სალამით ნაცნობებო და უცნობებო, დღეს ჭადრაკს დაუბრუნდებით, გვექნება ძალიან ტალღოვანი ესეთი წინდა უკან დაიწონასავით თამაში და მოდი ზედმეტი შესავალი არ გვინდა რომ არ დაგასპოილოთ და დავიწყოთ პირდაპირ თამაში. ავწიეთ E4-ით. სტანდარტული ოპენინგი არის, სტანდარტული იმიტომ არ არის, რომ მე განსაკუთრებულად კარგად ვიცი, უბრალოდ მხოლოდ ამის თამაში ვიცი და ამის თამაში თორ კომფორტულად ინსტინქტურ დონეზე რომ უბრალოდ რაღაც სულები ვაკეთო. ჩამოწია პაიკი კაროკანის სტანდარტული. ჩამოწია ეს უკვე კაროკანის დებიუტი არის და როგორც ვიცი, ეს არის კარგი პოზიცია თეთრისთვის. ძალიან მცირე ოპერატესობა აქვს, თუმცა რაღაცა უფრო ღია სულები შეგიძლია აკეთო და ბევრი ფიქრი არ გიწევს და იდეაში თეთრი უპირატესობაში არის აქ. თუმცა არ ვიცი რატო. ნორმალი სამის უპირატესობა არის და მე ამ ესეთი უპირატესობის კონვერტაცია დიდად არ შემილია. 1500 ვარ საბოლოოდ, ბოლოს. ჩამოწია პაიკი ახლა და მე მუქრება მე, ჩემ პაიკების სტრუქტურას ემუქრება და უნდა რომ რაღაცა უკან დავიხიო, თავი ვინგონია, ვუკლავ ეგრევე მე აქ გამბიტების არ მჯერა ქართული მამაკაცი ვარ, მოდის და ეგრევე ვუტყავ. ემუქრება ახლა უკვე ჩემ პაიკს, ადეველოპერს თავის მხედარს და ჩემ პაიკს ემუქრება. რა თქმა უნდა მეც იგივეს ვცდილობ უბრალოდ ჩემ პაიკს ვიცავ. ამ ჩემი მადევ განმავითარებელი სვლით. ჩამოდის ახლა და მიპინავს უკვე ჩემ მხედარს და რეალურად ეს პაიკი აღარ არის დაცული, იმიტომ რომ დედოფალს მომიკლავს მე რომ ეს პაიკი დავიცვა და მოვკლა. თუმცა მეორედ უკვე თავი ვინგონია, თხათხაზე ნაკლები მგელმა ჭამა, ხო? დავპინე მე, ჩემი უკეთესი პინით, იმიტომ რომ არა მხოლოდ დაპინულია, გამოძრავებაც კი არ შეუულია, იმიტომ რომ მეფეს ემუქრება და არა დედოფალს. იმიტომ რომ ჭადრაკი სექსისტების გამოგონილი თამაშია. ეხლა უკვე ჩამოწია დედოფალი დაცვად არ ითვლება დამცველის სვლა არ არის, იმიტომ რომ ისეც დაცული იყო და თან რეალურად დაპინული არის, უბრალოდ არანაირი მუღამი არ აქვს. ემუქრება ამ ჩემ პაიკს, იმიტომ რომ ჩემ მხედარი კვლავ დაპინულია, თუმცა რა თქმა უნდა, ვერ დაინახა ძალიან კრიტიკული სვლა ის, რომ ეს პაიკი დაუცველი იყო, რომელსაც დედოფალი იცავდა აქამდე და არა მხოლოდ უფასო პაიკი ვჭამე, ასევე ჩემი პაიკი დავიცავე, იმიტომ რომ ახლა უკვე დედოფალიც იცავს ამ პაიკს. ჩამოწია ემუქრება ჩემ დედოფალს. აქ ჩამოწია აქ. დედოფალი და ვემუქრები კუს. რეალურად მე ვფიქრობ, რომ უკეთესი სვლა იქნებოდა აქ ჩამოსვლა, იმიტომ რომ ახლა დაემუქრება ჩემ დედოფალს და ერთი სვლა ფაქტობრივად დავკარგეთ ყვილა, როცა საბოლოოდ მაინც იქ აღმოჩნდებოდი და ერთი სვლით მეტი მექნებოდა, შეიძლება რავი, ყუა მეწია, ან მხედარი ჩამომეწია, რაღაცა უპირატესობაში ვიქნებოდი. ემუქრება უკვე ჩემ კუს. აქ უკან გაწევა, რა თქმა უნდა, ვარიანტი არის, თუმცა დედოფალი ისეთ უხერხულ სიტუაციაში არის, რომ აქეთ რომ მომიკლას, აქეთ რომ წამოვიდეს და რაღაცა უცნაური დამუქრებით რომ მე ჭკუაში მაჯაბოს არ მინდა რა და არ გავრისკე და მოდი პირდაპირ ჩეკით მოვკალი, მომიკლა, არანაირი პრობლემა. გავრუქე აქ. ვაჭამეთ უფასო პაიკი. შეიძლება ითქვას, რომ პრობლემა არ იყო, მაგრამ ნუ ვერ დავინახე, მაგრამ ეგეთი დიდი პრობლემა არც არის რეალურად. სანამ ამსვლას ვიზავთ. აბა მეგობრებო, დააპაუზეთ ვიდეო და ამოიცანით რატომ არის ეს ძალიან მტკივნეული სვლა ჩემთვის. დიახ, იმიტომ რომ კუთი როდესაც ამ პაიკს მომიკლავს, ჩეკი იქნება და გათავისუფლდება გზა ჩემი დედოფლისკენ. ვერ დაინახა. იმიტომ რომ ჩვენ 1500-ები ვართ. მაგრამ კვლავ მემუქრება. ვერც მე ვერ დავინახე. გიჟივით ვემუქრები მე ხედარს არაფერი არ მადარდეს, ბედნიერი ვარ, ნიავი მიბერავს. ვერ დაინახა. ვერ დავინახე. ჩამოწია უკვე. ძლივს რა 5 სვლის მერე გავათავისუფლე ჩემი თავი ამ ესეთი მტკივნეული ტაქტიკისგან. არა იმიტომ რომ დავინახე, იმიტომ რომ თამაშის ბოლომდე ეს არ მქონდა ტვინში არც კი გაუელვია. უბრალოდ დამემუქრა პაიკი და ვაიმე ეხლა მემუქრებაო, როცა 5 სვლა რეალურად უფრო მტკივნეულად მემუქრებოდა. რას ვიზავთ ეგეთია ცხოვრება. ავწიეთ პაიკი. ამ პაიკის აწევის მუღამი ის იყო, რომ ცოტა შებოჭილი ვარ, ეხლა ბევრი დიდი სვლა, კარგი სვლა არ მაქვს. და უბრალოდ მინდა რომ მომიკლას და იქნება ეტლი ავწიო, გავათავისუფლო, იქნება დავემუქრო ამ კუს და რაღაცა მე სულთქვის ტერიტორია მინდა რომ უფრო მეტი მქონდეს და ავწია, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა, ეხლა ჩემ გეგმებს არ დაემორჩილება, კაცი გეგმას ღმერთი იცინისო, ნათქვამია. ჩამოწია ემუქრება ჩემ მხედარს. ამ პინის შესახებ მე გათვლილი მქონდა, იმიტომ რომ რეალურად არ არის საფრთხიანი პინი, რადგან პაიკი თუ მომიკლა და მოვკალი დედოფალი იცავს ამ უჯრას, აქედან გამომდინარე ძალიან არ უნერვიულობ და ეს აქ რეალურად იმიტომ ჩამოწია, რომ ამის გაკეთება მინდოდა, რადგან
მიყვარს, როდესაც მხედრები ერთმანეთს იცავენ, იმიტომ რომ გამოუცდელი მოთამაშისთვის ერთმანეთის დამცველი მხედრების მოგერიება ცოტათი რთული არის, ცოტა კრეატიული და მიუდგენ ასევე ბონუსი, კანფეტი ბავშვისთვის, რომ ვემუქრები დედოფალს. დედოფალს ვემუქრები, უნდა დავემუქრე. აწია დაიცვა. ახლა მე მინდა რომ დაუცველ კულს შეუტიო, მაგრამ მეგობრებო, როდესაც ერთ სვლაში შეგიძლია რომ დაიცვა და შეუტიო ასევე ოპონენტს, ნუ თუ რეალურად იყო თუ არა დაუცველი ის ფიგურა. პასუხი მაგაზე არ არის, მაგრამ როდესაც ჭადრაკს თამაშობ, ეგეთი რაღაცების გათვლა ზოგჯერ რთულია. გავიქეცი უკან, ლაჩრულად. თამამად უკან დავიხიე სტრატეგიულად. ემუქრება ჩემ კურს. მეც რადგან უკეთეს სვლას ვერ ვიფიქრებ და ასევე ძალიან უსიამოვნო ხიჭვი არის ახლა ეს კუ ჩემ პოზიციაში. მინდა რომ გავთანაბრდეთ. და მე აქ ხა იმედი მაქვს რომ მომიკლავს და მომუკლავ და თანაბრად ვიქნებით. ეს ვერ დავინახე. ვოკალი მხედარით. როგორც მინიმუმ პაიკების სტრუქტურის დაზიანება არ მინდოდა და მხედრით მოუკალი. შემდეგ ეს რომ მომიკლა, მე გავაანალიზე რომ ერთი ფიგურა მომიგო უკვე. თუმცა რაღაცა თავს ვიმშვიდებ იმით რომ ღია სვეტი აქვს, ღია გზატკეცელი არის მისი მეფის მიმართულებით და ასევე უფრო მეტი პერსპექტივა მაქვს რომ უფრო მეტი ფიგურა მალე მივიყვანო შეტევაზე და უფრო ახლოს ვარ რეალურად მის მეფესთან, ვიდრე ის არის ჩემ მეფესთან ახლოს. ჩამოწია და ამემუქრა, ძალიან გამიხარდა მე ეს რეალურად. იმიტომ რომ მოვედი აქ, ვემუქრები, აქ ჩეკი აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ დაცული არის ეს უჯრა, არაფერი არ მემუქრება, ძალიან მომწონს ჩემი პოზიცია. მომიკლა მხედრით. ძმას თავი კარაქაგონია, იმიტომ რომ არ ვიცი რა იფიქრა. შეწირა აქ ფიგურა მიხაელ ტალი არ ხარ ჯიგარო აქედან გამომდინარე მოუკალი მარტივად ჩემი დედოფლით და არა მხოლოდ გავთანაბრით მასალის თვალსაზრისით, ასევე პოზიცია გამიუმჯობესდა, იმიტომ რომ ეხლა პირდაპირ თვალებში ვუყურებ მეფეს. თვალებში თუ არა, როგორც მინიმუმ ხარში ვუყურებ. Hey, that's my shoulder. დავემუქრე, კი არა და ჩეკი, სტანდარტული ეს იყო ჩვენი გეგმა. ის ეტლი ერთ-ერთი სვლა იყო, იმიტომ რომ შამათი იყო წინააღმდეგ შემთხვევაში. წავიდა, გაიქცა, გარბის მეფე თავკუდ მოგლეჯილი, ლაჩარი მეფე არის. ჩემი ყურებიანი მეფე თამამად დგას აქ მყარად. ჩამოვიდა, უფასო პაიკი მოვიპოვეთ, ახლა უკვე თლიანი king-side ღია არის, ძალიან ბევრი სათამაშო ადგილი გვაქვს ჩვენ. დავჩეკეთ და აქ რეალურად ახლა ეს რო ჩამოსულიყავი, ჩემს უკეთესი იქნებოდა, იმიტომ რომ ამ ეტლს მე ამ სულით დავტრაპავდი. თუმცა ეს რო გაიქცა, მე მივხვდი რომ შეცდომა დაუშვი, ასევე შამათი არის აქ. აქედან გამომდინარე, ჩემი შეცდომის გამოსწორებისთვის შამათი გადავირჩინე. შამათი მოვიგერიე, რომელსაც ვერ ვხედავდი. ეხლა დავინახე. დავიცავით. ავწევთ ეხლა დედოფალი აქ. და ჩვენი მიზანი რაც იყო, რომ ეს ესეთი ხაფანგში გაგვება რა რეალურად და იყო ჩვენი მიზანი, რომ გასაქცევი არ ექნებოდა და ამ ორ უჯრას უკვე დედოფალი იცავს. ჩამოწია ქვემოთ, რეალურად ეს მაწუხებს, რომ ერთი სვლით უკან ვარ რა, ეს დედოფალი რო წინა უკან დარბის, ცოტა უკვე მაშინებს, იმიტომ რომ ეს უჯრაც არიელია, ეს უჯრაც არიელია, აქ იქნება და რამენაერ დეტლი მოიყვანოს და უფრო გაღიზიანებული ვარ. თუმცა, ნუ რას ვიზავთ? მაინც მოგებიანი სვლა არის მასალას იგებ რეალურად ეტლი მხედრის სანაცვლოდ. მაგრამ მეგობრებო, აბა მეორე დავაპაუზოთ ვიდეო და რომელ სვლას ხედავთ ახლა თქვენ. შამათი არის ოსლოში. იმიტომ რომ შესაძ მოკლავს ერთ-ერთი სვლა ეს არის და შაჰი და მატი, იმიტომ რომ ამ უჯრას ახლა უკვე კუ იცავს ამ ახალი გათავისუფლებული დიაგონალით. ვერ დაინახა. მორიგი გამარჯვება. ორივე ვართ ძალიან ბრმა. რაც ამ შემთხვევაში მე მაწყობს, იმიტომ რომ უპირატესობა მაქვს მასალის თვალსაზრისით, რადგან უკვე ეტლი მოვიგე და მანამდე რამდენიმე პაიკიც მოვიგე, სრულიად თავისუფლად შემიძლია დედოფლების გაცვლა შევთავაზე, ცოლები გავცვალოთ მეთქი, არა მე მონოგამიურ ურთიერთობაში ვარო, გააჯვი აქედანო, გაიქცა თავისი დედოფლით. ავწია ეტლი უკან. უბრალოდ თელი თამაშია ეს ეტლი აქ ყება, უპირატესობა მაქვს მასალის, აქედან გამომდინარე თავისუფლად მინდა რომ უბრალოდ წამოვიყვანო აქეთ და არაფერი განსაკუთრებული თამაში მინდა რომ ჩავრთო, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია სკამზე ზის.
95 წუთზე შემომყავს ბენჩიდან მოთამაშე. ემუქრება ჩემ დედოფალს, გავიქეცით უკან. მიკლა ეს პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ისედაც ეტლის გამოყვანა მინდა, არანაირად არ მადარდებს ეს სვეტი. გამოწიე. ასევე მესამედ შემჩნევთ, რომ კიდევ ერთი შამათი გავმაზე. აქეთ ჩეკი იყო და აქეთ ვერ მოდის ვერსად და უბრალოდ უნდა წამოეწია ეს კუ და მე მოვკლავდი და შამათი იყო. ნუ რეალურად ორი სვლა იყო, ერთი აქ და მერე აქ, ორივეს მოვკლავდი და მერე იყო შამათი. ვერ დავინახე. აწია მე. ახლა დავინახე რომ ჩეკი იყო. რეალურად ეს ჩეკი ყოველთვის ჩანდა ჩემთვის, მაგრამ იმდენად ტუნელივით ესეთი მიფოკუსირებული ვიყავი. რომ ესეთლი გამომიყვანა, რომ შამათი ვერ დავინახე, მაგრამ პრობლემა არ არის, რეალურად ძალიან დიდი უპირატესობა გაქვს ამ პოზიციაში, იმიტომ რომ ეს რომ დავჩეკეთ ახლა, თუ უნდა შეუულია დაიწყოს შეწირვა ფიგურების, მაგრამ როდესაც გაიქცევა, ეს ორივე ველი არის თავისუფალი. და ჩემი ეტლი ძალიან ვაიმე, ეს ჩემი დამჭირდა. ზედმეტად თავისუფლად თარეშობს. იქნებ მომნია დავჩეკეთ. მეგობრებო, ეს უჯრა ყველა დაკავებულია. ამ უჯრას ჩვენი ერთგული მამაცი უბრალო პაიკი იცავს. ამ უჯრას ჩვენი ეტლი უდევს. ამ წამს დავჩეკეთ. არ გახსოვს? ერთ-ერთი სულარი აქეთ. და აბა, რა ხდება ბავშვებო, როდესაც მეფე დგას დედოფლის წინ? უნდა დაჩეკო. უფასო დედოფალი. აქ ახლა რეალურად დედოფლის მოკლის ნაცვლად არის შამათი 7 სვლაში, მაგრამ ჩვენ აქ შკოლნიკები ნერდები ხო არა ვართ, რომ შამათებს ვსდიოთ. ხედავ დედოფალს უფასოს, უნდა მოკლა დედოფალი უფასო. იგივენაირად არის ან პასანტზე, როდესაც ამ პასანტის საშუალება გაქვს, forced სვლა არის, ვალდებული ხარ, რომ ექვსლა ითამაშო. მოკლა. ახლა დედოფალი მოუკალით. გავუცვალეთ ეტლში, მაგრამ მე ხო ღორი ვარ, არ მყოფნის გაცვლა, მე მეტი მინდა. 1 ინჩი მიეცი მილს წაგართმევონა, ნათქვამი ამერიკაში იძახიან რაღაც ყლეობა ფრაზები აქვს ხოლმე. ამ ლამაზ დიაგონალს ხო ხედავთ? ჩეკი. აქ მე მაგ 4 წამი საათზე. და უკვე დასტრესილი ვარ, რომ არ მინდა რომ ესეთ პოზიციაში წავაგო და ამასთან ერთად უკვე ღიზიანდები, რატო არ ნებდება ეს ვირიშვილი მაიმუნი, ეს ამერიკანის ბლიადი. აქედან გამომდინარე, უბრალოდ რადგან სხვა გზა არ მაქვს, ძალიან ცუდად რომ აქ ინსტინქტურად ყველაფერი გადამყავს თეთრ უჯრაზე. რომ შემთხვევით რამენაირად ისა ჩემი პრემიუმების კასკადებში რამენაირად თავისი კუთი ტაქტიკა არ გამჩალჯოს. ავწიეთ ყველა თეთრ უჯრაზე არის, დავჩეკეთ უცბად, მოვუკალით და ეხლა ვარ დამლაგებლის როლში. მინდა რომ ყველანაირ მოვასუფთავო მთლიანი დაფა და მე პრემიუმებით დრო მოვიგო, რომ მე ფიქრის დრო მქონდეს და რეალურად რაღაცა წამები მოვიპოვო, რომ დავაშამათო და არ დავასთეილმეითო ან უარესი. აქ ხარელოდ ეს სვლა მქონდა, იმიტომ რომ დაპირნული იქნებოდა მოვუკავდი და არანაირი საფრთხე აღარ მემუქრებოდა, მაგრამ ნუ ავწიეთ ზემოთ. მოკალით პაიკი ვალაგებთ, უბრალოდ არანაირი განსაკუთრებული სურვი არ არის და ძალიან მარტივად ჩეკი, პრემიუმებით არის ეს ყველაფერი და შეამჩნევთ რომ პრემიუმებით არის, იმიტომ რომ მატი გავმაზე. ნუ მატი მალევე იქნებოდა, მაგრამ ნუ ერთ-ერთი საფრთხე რაც იყო ეს კუ, მაგის მოკლა ვერ მოახერხე, იმიტომ რომ პრემიუმებით ავდიო არ ამ პაიკი წინ არაფერი არ მადარდებს, სანამ ეს პაიკი ამ უჯრას არ დაინახოს, იმიტომ რომ თეთრი უჯრა არის და ფიზიკურად ვერ დავამოქრება. მოკალით, ავიდა და აი კუ ძლივს რომ მოვუკალი, მაშინ დანებდა ამდენისთვის მერე, როდესაც უკვე გავიოფლე და მომიჭირა ერთმა ადგილმა ძლივს. ალბათ ძალიან რელიგიური იყო და მღვდელი, როდესაც მოუკვდა ბოლო, მაშინ მიხვდა მოტვინა რომ დანებებული იყო და დანებდა. გავიმარჯვეთ, ქართველი ერის მორიგი გამარჯვება. ეს არის ჩვენი დასასრული, ესეთი ანტიკლიმაქტური დასასრული არის, რაღაც სერიოზული ნოკაუთიანი შამათი არ ქონდა, თუმცა ჩემი ეს ძალიან გასართობი იყო და ძალიან მინერვიული ამის თამაშის დროს 3 წამზე ვიყავი დარჩენილი ბოლოს და ბოლოს. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი. ჭადრაკის ვიდეოების გადაღება რთული არის, იმიტომ რომ კარგად თამაში არ ვიცი და ცოტა ინტენსიური და საინტერესო მატჩების ესე მოგროვება რთული არის, იმიტომ რომ ხშირად ვაგებ და წაგებების ნახვა თუ გინდა, მაგებსაც დავდებ, არ არის პრობლემა. თუ მოგეწონათ და თუ მეტი ვიდეო გინდათ, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და აკომენტარით გაზიარება არ ვიცი შველის თუ არა, იმიტომ რომ რავი 2016 წელი აღარ არის, მაგრამ გაზიარეთ თქვენი რამინც. გაზიარეთ და ძალიან მეხმარება, ძალიან ბევრ მოტივაციას მაძლევს წინა ვიდეომ 100 ლაიქს
გადააჭარბა უკვე რამდენიმე დღის წინ, ძალიან გამიხარდა, მასწავლებლად ვიყავი. მინდა რომ ასევე რამდენიმე სხვა თამაშს ვითამაშო. რა თქმა უნდა, ყოველ დღე ახალ თამაშს არ ვითამაშებ ხა, მაგრამ მინდა რომ ცოტა მრავალფეროვნება იყოს და სუჭადრაკის ვიდეოები არ იყოს და მაგაზე თქვენი აზრიც რა თქმა უნდა მაინტერესებს. მადლობა ძალიან დიდი ყველას, მადლობა ყველას, ვინც ამ ბოლო წუთამდე უყურებდით. მადლობა ასევე კისას დონატორებს და ბოლოს დავამთავრებ იმით, რომ თუ Minecraft-ის სერვერის დահოსტვა გინდა თქვენ მეგობრებთან ერთად, Apex-ზე ჩემი ლინკით გადადით, იმიტომ რომ მე რეფერალის ბონუსები მეზრევა და მე ჰოსტავ მეც მან ჰოსტავ სერვერს და მეც მეხმარება ძალიან. მადლობა ძალიან დიდი ყველას დროებით. Feeling fine, shame about it. Born under a bad sign with a blue moon in your eyes, so sing it now. Woke up this morning, got a blue moon in your eye. Woke up this morning.